არსებობს ფულის შესახებ უძველესი პრინციპი, რომელსაც გარკვეული ოჯახები საუკუნეების განმავლობაში ჩუმად იყენებდნენ. ის კონკრეტულ რიცხვზე ტრიალებს. და როდესაც გაიგებთ, თუ რას წარმოადგენს ეს, საბოლოოდ მიხვდებით, თუ რატომ აგროვებენ ზოგიერთი ოჯახის სიმდიდრეს, რომელიც თაობებს მოიცავს, ზოგი კი დაღლილობამდე მუშაობს და საბოლოოდ თითქმის არაფერს ტოვებს. ფინანსურმა ინსტიტუტებმა ეს სქემა ფართოდ შეისწავლეს. მათ იციან, რომ ის მუშაობს. მაგრამ არავინ საუბრობს ამაზე ღიად. არავინ ასწავლის ამას ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თავის გატანას. დღეს მე ამ დუმილს დავარღვევ, რადგან ის, რასაც ახლა გაგიზიარებთ, ძალიან ღირებულია იმისთვის, რომ აღარ დამალოთ. ნება მომეცით, სრულიად გულწრფელად გკითხოთ. ოდესმე მიგიღწევიათ თვის ბოლოს, შეხედეთ თქვენს საბანკო ანგარიშს და გიგრძნიათ ეს დაბნეულობა იმის შესახებ. თუ სად გაქრა მთელი ეს ფული? თქვენ ბევრს მუშაობდით. ყოველდღე უშეცდომოდ მოდიოდით. შესწირეთ ძვირფასი დრო ოჯახთან ერთად, საფრთხე შეუქმნით თქვენს ჯანმრთელობას, შეამცირეთ დასვენება. და რატომღაც რიცხვები მაინც აზრს მოკლებულია. ყოველთვის მეტი თვეა დარჩენილი, ვიდრე ფული. შესაძლოა, გიცდიათ ბიუჯეტის აპლიკაციები. შესაძლოა, წაგიკითხავთ უამრავი წიგნი დაზოგვის სტრატეგიების შესახებ. შესაძლოა, თქვენ რელიგიურად მიჰყევით ტელევიზიისა და ჯგინთ ის ექსპერტების ფინანსურ რჩევებს. და მაინც რაღაც ფუნდამენტურად არასწორი გეჩვენებათ. თითქოს თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში არის ეს უხილავი გაჟონვა, რომლის პოვნაც უბრალოდ ვერ ხერხდება, რამდენადაც სასოწარკვეთილად არ უნდა ეძებოთ. თუ ეს ყველაფერი თქვენში რეზონანსი იწვევს, გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ, როცა ამას ვამბობ. თქვენს მიერ განცდილი ბრძოლა არ არის იმიტომ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. უბრალოდ არასდროს გისწავლიათ რეალური წესები. რეალური პრინციპები, რომლებიც ნამდვილად განსაზღვრავს, თუ როგორ მოქმედებს ფული, როგორ ფართოვდება, როგორ რჩება სტაბილური და როგორ მრავლდება დროთა განმავლობაში. მე ამ მტკივნეული რეალობის მომსწრე ვარ ამდენი კარგი, წარმოუდგენლად შრომისმოყვარე ადამიანის ცხოვრებაში. იყო ქალი, რომელსაც მრავალი წლის წინ ვიცნობდი. მისი სახელი იყო დაიანი. ის თითქმის 15 წლის განმავლობაში ორ სამსახურს უთავსებდა ერთმანეთს. დღის განმავლობაში ის ექთნად მუშაობდა დატვირთულ საავადმყოფოში. კვირაში 3 ღამე მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი სახლში წავიდოდა, ის ოფისების შენობებს ალაგებდა. დაიანი არანაირად არ იყო ზარმაცი. დაიანი არ იყო უყურადღებო ან სულელი თავის შემოსავალთან დაკავშირებით. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მცირე დანაზოგის დაგროვებას მაინც ახერხებდა, რაღაც გარდაულად ხდებოდა. მანქანა არსაიდან ფუჭდებოდა. ფოსტით მოულოდნელი სამედიცინო ანგარიში მოდიოდა. სახურავს მოულოდნელად სასწრაფო შეკეთება დასჭირდებოდა. ეგრძნო, რომ ფული აქტიურად გარბოდა მისგან, ხელიდან ეცლებოდა, რასაც არ უნდა აკეთებდეს. ამ დროს კი ის თავის თემს მიმოიხედავდა და შეამჩნევდა სხვა ოჯახებს, რომლებიც, როგორც ჩანს, მასზე მეტად არ შრომობდნენ, ოჯახებს, რომლებსაც აშკარა უპირატესობები არ ჰქონდათ. და მაინც ისინი ყიდულობდნენ სახლებს, აგზავნიდნენ შვილებს შესანიშნავ სკოლებში, ოჯახურ არდადეგებზე მიდიოდნენ, წარმატებულ ბიზნესებს იწყებდნენ. რა იცოდნენ ამ ოჯახებმა, რაც დაიანმა არ იცოდა? ეს არის კრიტიკული კითხვა, რომლის დასმასაც ადამიანების უმეტესობა არასდროს ფიქრობს საკუთარი თავისთვის. ან თუ სვამენ, იღებენ ზედაპირულ პასუხებს, რომლებიც სინამდვილეში არ ეხმარება. ხალხი გეტყვით, რომ ყველაფერი სწორი კავშირების ქონაშია. იღბლიანად დაბადებაში ან გარკვეულ ჯგუფებს უბრალოდ რაღაც იდუმალი უპირატესობა აქვთ. მაგრამ ეს სრული სიმართლე არ არის, ახლოსაც კი არ არის. უფრო ღრმა რეალობა ისაა, რომ არსებობს უძველესი პრინციპები ფულის, ბუნებრივი ციკლების, იმის შესახებ, თუ როგორ მოძრაობს ნამდვილი სიმდიდრე დროში, პრინციპები, რომლებიც 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრთხილად იყო შენახული ებრაულ ტრადიციაში. ეს პრინციპები არ არის ჯადოსნური ხრიკები. ისინი არ არიან ცრურწმენის რიტუალები. ისინი პრაქტიკული, ბრძოლებში გამოცდილი სიბრძნეა, რომელმაც გადაურჩა იმპერიების დაცემას, გაუძლო სასტიკდევნას, გაუძლო იძულებით გადასახლებებს და გადაურჩა უამრავ ეკონომიკურ კოლაფს. და ამ პრინციპების გულში დევს ის, რასაც მე სამაგი 7-ის წესს ვუწოდებ. მისი ფესვები თორას სწავლებებშია. ის დადასტურებულია და გაფართოებულია თალმუდში. და როდესაც თქვენ ნამდვილად გაიგებთ მას, როდესაც ნამდვილად გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს ის, თქვენი ფულზე აზროვნების მთელი გზა სამუდამოდ შეიცვლება. დღეს მე ეტაპობრივად გაგაცნობთ ამ წესის თითოეულ კომპონენტს, ზუსტად აგიხსნით, საიდან იღებს სათავეს და ზუსტად გაჩვენებთ, თუ როგორ განახორციელოთ ის თქვენს ცხოვრებაში დაუყოვნებლივ,
არა ოდესმე, როდესაც პირობები იდეალური იქნება, არა მომავალ წელს, არამედ ამ კვირაში. პირველი 7 სამუშაოსა და დასვენების ციკლის გაგებას ეხება. და მე უნდა გაგიზიაროთ ისტორია, რათა აგიხსნათ, თუ რატომ არის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავდაპირველად შეიძლება იფიქროთ. ჩემი ბებია, მისი ხსოვნა იყო სკურთხეული, ამ ქვეყანაში თითქმის არაფერი წაიღო. ის და ჩემი ბაბუა ნავიდან 2 გაცვეთილი ჩემოდნით და მცირე რაოდენობით ფულით ჩამოვიდნენ, რომელიც ფრთხილად იყო შეკერილი მისი ზამთრის ქურთუკის უგულებელში შესანახად. ისინი თავისუფლად არ საუბრობდნენ ინგლისურად. მათ არ ჰქონდათ უნივერსიტეტის დიპლომები ან პროფესიული სერტიფიკატები. მათ არ ჰყავდათ ოჯახის წევრები საქმიანი კავშირებით, რომლებსაც შეეძლოთ მათთვის კარების გაღება. მაგრამ ჩამოსვლიდან სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში მათ სამეზობლოში პატარა მაღაზია ჰქონდათ. 20 წლის განმავლობაში მათ ეკუთვნოდათ მთელი შენობა, რომელშიც მაღაზია იყო განთავსებული. და როდესაც ჩემი ბებია გარდაიცვალა, მან საკმარისი სიმდიდრე დააგროვა, რათა დახმარებოდა თითოეულ შვილიშვილს საკუთარი ცხოვრების მხარი დასაწყისის მიღებაში. როდესაც პატარა ვიყავი, დაახლოებით 12 ან 13 წლის, ერთ შუადღეს ვკითხე, როგორ მიაღწია ამ ყველაფერს. როგორ ააშენა მან რაიმე მნიშვნელოვანი აბსოლუტურად არაფრისგან. და მან მითხრა ისეთი რამ, რაც იმ დროს ბოლომდე ვერ გავიგე, მაგრამ არასდროს დამვიწყებია. მან ბრძნული თვალებით შემომხედა და მითხრა, საიდუმლო არ არის იმაში, თუ რამდენად შრომის მოყვარე ხარ. ნამდვილი საიდუმლო იმაშია, თუ როდის უნდა გაჩერდე. მეგონა, რომ ხუმრობდა. ის საერთოდ არ ხუმრობდა. თორაში კერძოდ გამოსვლის წიგნის მე-20 მე-9 მუხლში. ძალიან ნათლად წერია. 6 დღე იშრომე და აკეთე მთელი შენი საქმე, მე-7 დღე კი შაბათია უფლისა, შენი ღმერთისა. ადამიანების უმეტესობა კითხულობს ამ მონაკვეთს და ფიქრობს, რომ ეს წმინდა რელიგიური მცნებაა სინაგოგის მსახურებაზე ან ეკლესიაში დასწრების შესახებ. მაგრამ ბებია ჩემს ესმოდა რაღაც ბევრად უფრო ღრმა, ის, რაც ადამიანების უმეტესობას სრულიად გამორჩა. მას ესმოდა, რომ ეს მცნება მე-7 დღეს დასვენების შესახებ არ არის მხოლოდ სულიერი ხელმძღვანელობა. ეს არის ფინანსური სიბრძნე. აი, რას გულისხმობ ამაში? როდესაც კვირაში 7 დღე მუშაობ შეჩერების გარეშე, როდესაც არასდროს ქმნი წმინდა პაუზას შენს გრაფიკში, რაღაც საშიში ხდება შენს გონებაში. თანდათან კარგავ ყველაფრის პერსპექტივას. სასოწარკვეთილი გადაწყვეტილებების მიღებას იწყებ, რადგან შენი განსჯა დაქვეითებულია. ცუდ გარიგებებს თანხმდები, რადგან ძალიან გადაღლილი ხარ, რომ ნათლად იფიქრო. ფულს ისეთ რაღაცეებზე ხარჯავ, რაც სინამდვილეში არ გჭირდება, რადგან ცდილობ გადაწვისგან თავი დაამშვიდო. ვერ ამჩნევ რეალურ შესაძლებლობებს, როცა ისინი ჩნდება, რადგან შენი გონება მუდმივად დაღლილობითა და სტრესითაა დაბინდული. თალმუდი ტრაქტატ ბეიცაში ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც აბსოლუტურად მომხიბლელს გვასწავლის. ის განმარტავს, რომ ადამიანის მთელი წლის განმავლობაში საარსებო წყარო როშ ჰაშანასა და იომ კიპურს შორის ნაწილდება, გარდა იმისა, რაც შაბათსა და დღესასწაულებზე იხარჯება, რაც ცალკე როგორც დამატებითი რესურსია მოცემული. ერთი წუთით კარგად დაფიქრდი, რას ნიშნავს ეს. ფული, რომელსაც სპეციალურად დასვენების ამ ციკლის აღსანიშნავად გამოყოფ, არ აკლდება შენი საერთო სიმდიდრეს. ის ცალკე რესურსად ემატება. ეს არის ბონუს რესურსი, რომელიც სრულიად სხვა წყაროდან მოდის. ჩემი ბებია შაბათს სერიოზულად აღიქვამდა, არა მხოლოდ როგორც სულიერ პრაქტიკას ტრადიციის გულისთვის, არამედ როგორც რეალურ ფინანსურ სტრატეგიას, რომელიც გავლენას ახდენდა მის საბოლოო შედეგზე. ყოველ პარასკევს საღამოს, გამონაკლისის გარეშე, ის მაღაზიას მთლიანად კეტავდა. მის ქუჩაზე სხვა მაღაზიების მფლობელები კარებს ღიად ინახავდნენ. ისინი ზურგს უგან დასცინოდნენ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის სულელურად კარგავდა ბიზნესს და მომხმარებლებს. მაგრამ აი, რა მოხდა სინამდვილეში დროთა განმავლობაში. რადგან ის მუდმივად ისვენებდა, 6 დღის განმავლობაში, როდესაც მუშაობდა, გაცილებით მეტი სიცხადით ფიქრობდა. ის გაცილებით უკეთ იღებდა გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ რა მარაგი უნდა დაეგროვებინა მარაგში, რა ფასები დაეწესებინა და როდის გაეფართოებინა ოპერაციები. მან შენიშნა მნიშვნელოვანი დეტალები და შესაძლებლობები, რომლებიც მისმა კონკურენტებმა სრულიად გამოტოვეს, რადგან მათი გონება მუდმივად დაბინდული იყო ყოველგვარი შესვენებისა და ფიქრის გარეშე მუშაობისგან. ამ წესის პირველი 7 არის ეს ფუნდამენტური პრინციპი. იმუშავეთ 6 და 1 დღის მკაფიო ციკლებში. 6 დღე ფოკუსირებული, განზრახული, მიზანმიმართული ძალისხმევა. 1 სრული დასვენების დღე და მე არ ვგულისხმობ ზარმაც, უაზრო დასვენებას.
მე ვგულისხმობ წმინდა, განზრახ დასვენებას. დაისვენეთ, როდესაც გულწრფელად ჩამოშორდებით ყოველდღიურ ცხოვრებას, დაფიქრდებით იმაზე, თუ რა ხდება, ახალი თვალით გადახედეთ თქვენს ფინანსებს, ღრმად დაფიქრდებით თქვენს მიმართულებაზე და ხელახლა დაუკავშირდებით იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში. თუ ამჟამად კვირაში 7 დღე მუშაობთ, სრული დარწმუნებით და ჩემი რწმენით გეუბნებით, რომ წინ ვერ მიიწევთ, მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ფიქრობდეთ. სინამდვილეში, თქვენ კიდევ უფრო ჩამორჩებით. ძვირფას საწვავს წვავთ სათანადოდ განსაზღვრის გარეშე, თუ სად მიდიხართ. დაიწყეთ ეს პრაქტიკა ამ კვირაში. აირჩიეთ ერთი დღე. ეს არ უნდა იყოს კონკრეტულად შაბათი. აირჩიეთ ერთი დღე, როდესაც მთლიანად შეწყვეთ მუშაობას და ამის ნაცვლად ფიქრობთ. ყურადღებით გადახედეთ თქვენს ანგარიშებს. გულწრფელად დააკვირდით, სად წავიდა თქვენი ფული ბოლო კვირის განმავლობაში. დაუსვით საკუთარ თავს რთული კითხვები იმის შესახებ, ნამდვილად მიგიყვანთ თუ არა თქვენი ამჟამინდელი გზა იქ, სადაც გსურთ წასვლა ცხოვრებაში. მხოლოდ ამ ერთმა პრაქტიკამ, მხოლოდ ამ ერთმა დისციპლინამ, უფრო მეტი ებრაული ოჯახი გადაარჩინა სრული ფინანსური კრახისგან, ვიდრე ოდესმე გამოგონილმა ნებისმიერმა საინვესტიციო სტრატეგიამ. მაგრამ ნათლად გაიგეთ ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც მე უნდა გაგიზიაროთ. მეორე 7 კიდევ უფრო კრიტიკულია და ჩვენი საზოგადოების გარეთ თითქმის არავინ საუბრობს ამაზე ღიად. მეორე 7 ეხება იმას, რასაც ჩვენ შემიტას ციკლს ვუწოდებთ. მეორე რჯულის წიგნის მე-15 თავის 1 და მე-2 მუხლებში, თორა ბრძანებს იმას, რაც თანამედროვე ყურისთვის თითქმის შეუძლებლად ჟღერს, დღევანდელი სტანდარტებით თითქმის უპასუხისმგებლოდ. ყოველი 7 წლის ბოლოს თქვენ უნდა გათავისუფლდეთ. ყველა კრედიტორმა უნდა გაათავისუფლოს ის, რაც მეზობელს ასესხა. ერთი წუთით დაფიქრდით ამაზე. ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, ყველა ვალი სრულად პატიდებოდა. სესხები იწმინდებოდა. მთელი ფინანსური სისტემა სრულიად გაიწმინდა და ყველამ ახალი ცხოვრება დაიწყო. ახლა ბანკებს აბსოლუტურად არ სურთ, რომ იცოდეთ ამ პრინციპის შესახებ, რადგან მთელი თანამედროვე საბანკო სისტემა სრულიად საპირისპირო იდეაზეა აგებული. მათ სურთ, რომ სამუდამოდ ვალებში იყოთ გამომწყდეული. მათ სურთ, რომ თქვენი ცხოვრების ათწლეულების განმავლობაში მინიმალური გადასახადები გადაიხადოთ. მათ სურთ, რომ ძვლების სიღრმეში გჯეროდეთ, რომ ვალის ტარება სრულიად ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ ზრდასრული ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია თანამედროვე სამყაროში. მაგრამ ებრაულ ტრადიციაში ვალი არასდროს ყოფილა მუდმივი მდგომარეობა. ის ყოველთვის აღიქმებოდა როგორც ციკლური, დროებითი რაღაც, რასაც უნდა ჰქონდეს მკაფიო დასასრული. და ამ უძველეს პრაქტიკაში ჩაფლულია პრაქტიკული სიბრძნე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი ფინანსური ცხოვრება დღეს. ჩვენს საზოგადოებაში იყო კაცი, მე მას დავითს დავარქმევ მისი კონფიდენციალურობის დასაცავად, რომელიც დაახლოებით 15 წლის წინ მოვიდა ჩვენს სინაგოგაში სასაუბროდ. დევიდი მრავალი წლის განმავლობაში უაღრესად წარმატებული უძრავი ქონების ინვესტორი იყო. ის ფლობდა მრავალ ქონებას, ჰქონდა სტაბილური შემოსავალი და პატივს სცემდა ბიზნეს საზოგადოებას. შემდეგ კი ბაზარი მკვეთრად შეიცვალა. 2008 წლისთვის დევიდს $2 მილიონ მეტი ვალი ჰქონდა, რომელიც მრავალ ქონებასა და ინვესტიციაზე იყო გადანაწილებული. ღამით ვერ იძინებდა. მისი ქორწინება დაძაბულობის გამო იშლებოდა. მან ჩვენს კრებას უამბო, რომ ერთ დილით თავისი ოფისის შენობის ავტოსადგომზე მანქანაში იჯდა და ფიზიკურად ვერ ახერხებდა შიგნით შესვლას. ამ ყველაფრის სიმძიმემ ის სრულიად პარალიზებული დატოვა. იმავე საღამოს ხელმძღვანელობის სასოწარკვეთილი ძებნისას ის რაბინთან სასაუბროდ წავიდა. რაბინმა მას რაღაც უთხრა, რაც თავიდან უცნაურად, თითქმის აბსურდულად მოეჩვენა. რაბინმა შეხედა მას და უთხრა: დევიდ, ახლა შენს პირად შემიტას წელს ხარ. ეს სიტუაცია ღვთის სასჯელი არ არის. ეს გათავისუფლებაა. რაბინმა განაგრძო იმის ახსნა, რომ შემიტას პრინციპი არ ეხება მხოლოდ ვალების პატიების სიტყვასიტყვით პრაქტიკას უძველეს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში. საქმე იმაშია, რომ ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, ან ნებისმიერი სახის ყოველ მე-7 ციკლში, თქვენ აბსოლუტურად სრულად უნდა გადახედოთ თქვენს მთელ ფინანსურ ცხოვრებას და შეგნებულად გაათავისუფლოთ ყველაფერი, რაც აღარ მუშაობს. ბიზნეს გარიგებები, რომლებიც აქტიურად წურავენ თქვენს ენერგიასა და რესურსებს. ინვესტიციები, რომლებიც ყოველთვიურად ფულს კარგავენ, მაგრამ თქვენ მათ სიამაყის ან სიჯიუტის გამო ინარჩუნებთ. ბიზნეს ურთიერთობები და პარტნიორობა, რომელიც გაცილებით მეტი გიჯდებათ, ვიდრე შემოსავალს გმატებთ.
გამოწერები, წევრობები, განმეორებადი ვალდებულებები, რომლებიც ჩუმად დაგროვდა, როგორც პარნაკლები გემის კორპუსზე და ანელებს თქვენ ისე, რომ თქვენც კი შეგნებულად ვერ აცნობიერებთ იმ დაბრკოლებას, რასაც ისინი ქმნიან. დევიდი იმ ღამეს სახლში წავიდა და რადიკალური რამ გააკეთა. მან შეადგინა ყოვლისმომცველი სია. მან ჩაიწერა ყველა ფინანსური ვალდებულება, რაც ჰქონდა, ყველა გადახდა, ყველა ვალდებულება, ყველა გარიგება, ყველა განმეორებადი ხარჯი. შემდეგ კი მან საკუთარ თავს ერთი სასტიკად გულწრფელი კითხვა დაუსვა ამ სიის თითოეული პუნქტისთვის. დღეს სრულიად ახალი ცხოვრებით რომ დამეწყო ყველაფერი, რაც ახლა ვიცი, ნებაყოფლობით შევდგებოდი ისევ იმავე ვალდებულებას. ყველაფრისგან, რასაც მკაფიო უარი ეთქვა, მან დაუყოვნებლივ დაიწყო გათავისუფლების პროცესი. მან ორი ქონება ფინანსური ზარალით გაყიდა, რამაც მისი ეგო საშინლად დააზარალა. მან დაასრულა ბიზნეს პარტნიორობა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად აწურავდა მას. მან გააუქმა წევრობები და შენატანები, რომლებსაც მხოლოდ ჩვევის გამო იხდიდა და არა იმიტომ, რომ ისინი რეალურ ღირებულებას სთავაზობდნენ. მთელი პროცესის განმავლობაში მას დაახლოებით 18 თვე დასჭირდა რთული, არასასიამოვნო სამუშაო. მაგრამ ამ პროცესის ბოლოს დავითს თითქმის საერთოდ არ ჰქონდა ვალი. მისი მთლიანი შემოსავალი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ადრე, დიახ, ეს მართალია. მაგრამ მისი ხარჯები იმდენად მკვეთრად შემცირდა, რომ მრავალი წლის შემდეგ პირველად, ის რეალურად მნიშვნელოვნად მეტს ინახავდა, ვიდრე ყოველთვიურად ხარჯავდა. ამ გადატვირთვის შემდეგ სულ რაღაც 5 წლის განმავლობაში მან მთლიანად აღადგინა თავისი უძრავი ქონების პორტფელი. მაგრამ ამჯერად მან ეს პრაქტიკულად ყოველგვარი ვალის გარეშე გააკეთა. თალმუდი გიტინის ტრაქტატში განიხილავს, თუ როგორ შექმნა დიდმა ბრძენმა ჰილელმა სამართლებრივი მექანიზმი, სახელწოდებით პროზბული, შემიტას პრინციპის პრაქტიკული გზებით მუშაობისთვის, რომელიც იცავდა როგორც კრედიტორებს, ასევე მსესხებლებს. ჩვენს უძველეს რაბინებსაც კი ნათლად ესმოდათ, რომ ეს სწავლება არ ეხებოდა ფულის მიმართ უგუნურებას ან უპასუხისმგებლობას. ეს იყო მიზანმიმართული, გააზრებული და სტრატეგიული მიდგომა. აი, თქვენი პრაქტიკული გამოყენება მეორე შვიდისთვის. ახლავე, ამ კვირაში მინდა, რომ დაჯდეთ ფურცელთან ან გახსნათ დოკუმენტი თქვენს კომპიუტერში. ჩამოწერეთ ყველა ფინანსური ვალდებულება, რაც ამჟამად გაქვთ. ყველა ვალი, ყველა სააბონენტო სერვისი, ყველა განმეორებადი გადასახადი, ყველა წევრობა, ყველაფერი, რაც ავტომატურად ართმევს ფულს თქვენგან, ყოველჯერზე აქტიურად ფიქრის გარეშე. შემდეგ დაუსვით საკუთარ თავს დავითის კითხვა თითოეული პუნქტისთვის. დღეს სრულიად ახალი ცხოვრებით რომ დამეწყო, სიამოვნებით დავრეგისტრირდებოდი თუ არა ისევ ამ პროგრამაში. იყავით გულახდილი საკუთარი თავის მიმართ. იყავით დაუნდობელი თქვენს შეფასებაში. რადგან ის, რასაც უბრალოდ ჩვევის, შიშის ან სიამაყის გამო ინარჩუნებთ, სწორედ ის არის, რაც ხელს გიშლით ნამდვილი კეთილდღეობის შემდეგ დონეზე მიღწევაში. პირკეი ავოტში, მიშნა 1-ში ბენზომას ვამს ღრმა კითხვას, ვინ არის მდიდარი, და ის საკუთარ კითხვას პასუხობს. թե ის, ვინც კმაყოფილია იმით, რაც აქვს. მაგრამ ამ სწავლებას უფრო ღრმა ფენა აქვს, რომელზეც ადამიანების უმეტესობა არასდროს ფიქრობს. შეუძლებელია იყო ბედნიერი იმით, რაც გაქვს, თუ არც კი იცი, რა გაქვს. შემიტას მიმოხილვა გაწვდის სიცხადეს. რეალურ სიცხადეს შენი რეალური ფინანსური მდგომარეობის შესახებ. სიცხადე კი ყველა სიმდიდრის დაგროვების აბსოლუტური საფუძველია. დანიშნულების ადგილამდე ვერ მიხვალ, თუ არ იცი, საიდან იწყებ. ახლა ძალიან ყურადღებით მიაქციო ყურადღება იმას, რასაც ახლა ვიტყვი, რადგან ეს მესამე შვიდიანი, ეს არის ის, რაც ნამდვილად ცვლის ყველაფერს. მესამე შვიდიანი ეხება იმას, რასაც ჩვენ მაასერს, მეათეც ვუწოდებთ, მაგრამ გამოყენებულია ისე, რომ ადამიანების უმეტესობას არასდროს სმენია ან არ უფიქრია. და ეს გამომდინარეობს ნიმუშიდან, რომელიც დაფარულია იაკობის ისტორიაში, დაბადების წიგნში, დაბადების 28 ეთავის 22 მუხლში. იაკობი საზეიმო აღთქმას დებს ღმერთს მისი ცნობილი სიზმრის შემდეგ, სადაც კიბე ზეცამდე ადის ანგელოზებით, რომლებიც ადგებიან და ჩამოდია. ის ძალიან ნათლად ამბობს. ყველაფრიდან, რასაც მომცემ, მეათეც აუცილებლად დაგიბრუნებ. ახლა, ადამიანების უმეტესობა იცნობს მეათედის კონცეფციას, რომელიც შემოსავლის 10 დღის გულისხმობს. ეს მსოფლიოს მრავალ რელიგიურ ტრადიციაში გავრცელებული სწავლებაა. მაგრამ აი, რაზე თითქმის არავინ საუბრობს, რასაც თითქმის არავინ ასწავლის. ყურადღებით დააკვირდით, როდის დადო იაკობმა ეს აღთქმა. მან ეს თავისი ცხოვრების აბსოლუტური გაურკვევლობის მომენტში დადო. ის გარბოდა თავისი ძმისგან, ესავისგან, რომელსაც სიტყვასიტყვით სურდა მისი მოკლა პირმშოობის გამო. მას არ ჰქონდა სახლი, სადაც დაბრუნდებოდა. მას არანაირი სიმდიდრე არ ჰქონდა.
ის მხარ მიწაზე ეძინა და ბალიშად ქვას იღენებდა. მას აბსოლუტურად არაფერი ჰქონდა. და იმ მომენტში, როცა არაფერი ჰქონდა, როდესაც ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყო, მან პირობა დადო, რომ მომავალში ყველაფრისათვის ის გასცემდა. ეს არის მესამე შვიდიანი. და ის 7 რიცხვს უკავშირდება იმის გამო, თუ როგორ ხდებოდა ეს პრაქტიკა ძველ ისრაელში. შემიტას დროს ყოველ მე-7 წელს არსებობდა მეათედის განსაკუთრებული ციკლი. მეათედი არა მხოლოდ ტაძარში ნაწილდებოდა რელიგიური მიზნებისთვის, არამედ პირდაპირ ღარიბებზე, უცხოებზე, ქვრივებზე, ობლებზე, მათზე, ვისაც საკუთარი თავის რჩენის საშუალება არ ჰქონდა. ეს იყო ის, რასაც ჩვენ მაასერანის, ღარიბი კაცის მეათედს ვუწოდებთ. ზოჰარი, რომელიც კაბალას ცენტრალური ტექსტია, ამ პრაქტიკის შესახებ აბსოლუტურად საოცარ რამეს გვასწავლის. ის განმარტავს, რომ გაცემის აქტი ხსნის არხს, რასაც კაბალისტები ცინორს, სულიერ მილს უწოდებენ. და ეს მილსადენი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიედინება. როდესაც გასცემთ იმას, რაც გაქვთ, თქვენ ქმნით ხვრელს, რომლის მეშვეობითაც კურთხევა თქვენკენ მოედინება წყაროებიდან, რომელთა პროგნოზირება ან კონტროლი შეუძლებელია. მაგრამ აქ არის ის ნაწილი, რომელსაც ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები აბსოლუტურად არასდროს გეტყვიან, ის ნაწილი, რომლის გაგებაც არ სურთ. საქმე მხოლოდ თქვენი შემოსავლის 10 ის გარკვეულ მომენტში გაცემაში არ არის. საქმე ეხება მის გაცემას ჯერ, სანამ გადასახადებს გადაიხდით, სანამ ქირას ან იპოთეკას გადაიხდით, სანამ სხვა რამეს გადაიხდით. ყველაფრის პირველი ნაწილი, რასაც იღებთ, მიდის ცედაკაში, რომელსაც ინგლისურად ვთარგმნით როგორც ქველმოქმედება. მაგრამ სინამდვილეში ეს ებრაული სიტყვიდან ცედეკი მომდინარეობს, რაც სამართლიანობას ან სიმართლეს ნიშნავს. ებრაული აზროვნებით გაცემა არ ითვლება კეთილშობილურ საქციელად. ეს სამართლიანობად ითვლება. ეს სწორია, სწორი. ეს არის ფულის სამყაროში მოძრაობის წესი. მე ვიცნობდი ქალს, სახელად რუთს, რეალურ პიროვნებას, რომელიც ჩემს სამეზობლოში ცხოვრობდა, როდესაც მე საკუთარ შვილებს ვზრდიდი. რუთი ქვრივი იყო. მისი ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა და მას ძალიან მცირე ფინანსური რესურსი დაუტოვა. მას მცირე პენსია ჰქონდა მისი მრავალწლიანი მუშაობისგან და მოკრძალებული დანაზოგი და, სიმართლე გითხრათ, თემის ყველა წევრი მასზე მუდმივად ღელავდა. რაბინის ცოლი ყოველ პარასკევს უპრობლემოდ მოჰქონდა ხელნაკეთი საჭმელი. მაგრამ რუთმა ისეთი რამ გააკეთა, რამაც ნამდვილად დააბნია ყველა, ვინც ამის შესახებ იცოდა. ყოველ თვე, ერთხელაც არ გამოტოვების გარეშე, რუთი ცედაკას აძლევდა. არც ისე დიდი თანხა. ზოგჯერ მხოლოდ $20, ზოგჯერ 50. ხალხი პირდაპირ ეუბნებოდა მას, რութ, შენ არ შეგიძლია ფულის გაცემა. ყველა პენი შენთვის უნდა შეინახო. და რუთი ითხოვდა ისეთ რამეს, რასაც დღემდე ვატარებ, სიტყვებმა ჩამოაყალიბა ჩემი მთელი გაგება ამ პრინციპის შესახებ. ის მშვიდად შეხედავდა მათ და ითხოვდა, მე არ შემიძლია არ გავცე. როდესაც ვაძლევ, ღმერთს ვეუბნები, რომ მას ვენდობი, რომ იზრუნებს ჩემზე და მან არასდროს დაარღვია ჩემთვის მიცემული დაპირება. რუთმა 93 წელი იცოცხლა. ის არასდროს შიმშილობდა, ერთხელაც კი. მან არასდროს დაკარგა სახლი. და როდესაც საბოლოოდ მშვიდად გარდაიცვალა, მათ აღმოაჩინეს, რომ მისი მცირე დანაზოგი სტაბილურად იზრდებოდა ათწლეულების განმავლობაში, რადგან ის გონივრულად ინვესტირებდა კარგ რჩევებს, ცხოვრობდა უბრალოდ ფლანგვის გარეშე და არასდროს წყვეტდა გაცემას, რაც არ უნდა რთული ჩანდეს საქმეები. თალმუდის ტრაქტატ ტაანიტში ნათქვამია ისეთი რამ, რაც დღემდე მაციებს ყოველჯერზე, როცა ვკითხულობ. იქ წერია, ასერ ბიშვილ შეტიტაშერ. მეათედი, რათა გამდიდრდე. ებრაულად ეს სინამდვილეში სიტყვების თამაშია, ასერ, რაც მეათედს ნიშნავს, ჟღერს როგორც ტიტაშერ, რაც ნიშნავს, რომ გამდიდრდები. რაბინები არ იყვნენ მეტაფორულები ან პოეტურები. ისინი აცხადებდნენ ფინანსურ პრინციპს, სამყაროს მოქმედების კანონს, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში უამრავი თაობის განმავლობაში იქნა გამოცდილი და დამტკიცებული. აი, რა მინდა, რომ გააკეთოთ და მინდა, რომ ეს კარგად დაფიქრდეთ. დაიწყეთ თქვენი შემდეგი ხელფასიდან. ნებისმიერი სახის შემდეგი შემოსავლიდან, აიღეთ 7 დიახ, კონკრეტულად 7%, რადგან ეს არის 777 წესი, რომელსაც ერთად ვაშენებთ. აიღეთ ეს 7 და გადადეთ შემოწირულობებისთვის. არა ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ, არამედ მანამდე. ვიცი, რომ ეს საშინლად ჟღერს. ვიცი, რომ ახლა თქვენი გონება უკვე სასოწარკვეთილად ჩამოთვლის ყველა იმ მიზეზს, რის გამოც ამის გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ გაიხსენეთ იაკობი. მან აღთქმა დადო, როდესაც კლდეზე ეძინა, სიტყვასიტყვით არაფერი ჰქონდა, არანაირი პერსპექტივა, არანაირი გეგმა, მხოლოდ რწმენა.
და ის გახდა მთელი უძველესი სამყაროს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. 12 ტომის მამა, ერის პატრიარქი, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის ისტორია. დაიწყეთ ყველაფრის 7 იით, რასაც იღებთ. გადაეცით ეს მას, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, მნიშვნელოვან საქმეს, თქვენს საზოგადოებას, ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოში ნამდვილად სიკეთეს აკეთებს. შემდეგ კი ყურადღებით დააკვირდით, რა მოხდება მომდევნო 7 თვის განმავლობაში. არ დაიჯერებთ, როგორ იღება კარები. არ დაიჯერებთ, როგორ ჩნდება შესაძლებლობები. ახლა კი სამივე შვიდეული გავაერთიანო, რადგან როდესაც ხედავთ, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და როგორ უჭერენ მხარს. სწორედ მაშინ ხდება ამ სწავლების ნამდვილი ძალა აბსოლუტურად ნათელი. პირველი 7 ამბობს, რომ ყოველ მე-7 დღეს დაისვენეთ, რათა თქვენი გონება მკვეთრი დარჩეს. თქვენი გადაწყვეტილებები ბრძნული და თქვენი სამუშაო ფოკუსირებული და მიზანმიმართული იყოს და არა აურზაური და სასოწარკვეთილი. მეორე 7 ამბობს, რომ ყოველ მე-7 ციკლში იქნება ეს 7 თვე თუ 7 წელი. თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, გადახედეთ აბსოლუტურად ყველაფერს, გაათავისუფლეთ ყველაფერი, რაც არ მუშაობს და შედით შემდეგ სეზონში მკვდარი ვალდებულებების დამანგრეველი წონის გარეშე, რომლებიც ქვემოთ გაწევენ და ენერგიას მოგპარავენ. მესამე 7 ამბობს, რომ ყველაფრის 7 რასაც იღებთ, გაეცით, სანამ სხვა რამეს გააკეთებთ მასთან ერთად და თქვენ გახსნით კურთხევის არხს, რომელსაც ვერც ერთი ბანკი, ვერც ერთი რეცესია, ვერც ერთი ეკონომიკური კრიზისი ვერასდროს დახურავს. ხედავთ თუ არა ნიმუშის გამოკვეთას? დაისვენეთ, გაათავისუფლეთ და გაეცით. დაისვენეთ, გაათავისუფლეთ და გაეცით. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური სტრატეგია ან ჭკვიანური ფულის ხრიგი. ეს თავად შექმნის რეალური რიტმია. ღმერთმა მთელი სამყარო 6 დღეში შექმნა და მე-7 დღეს დაისვენა. ისრაელის მიწაზე 6 წელი იმუშავეს და მე-7 წელს დასვენების საშუალება მისცეს. თქვენს ცხოვრებაში შემომავალ სიმდიდრეს იგივე რიტმი სჭირდება. მას სუნთქვის სივრცე სჭირდება. მას განთავისუფლება სჭირდება იმისგან, რაც არ მუშაობს. მას სჭირდება ცირკულაცია, მოძრაობა, დინება. ფული, რომელსაც მუშტში მაგრად უჯერთ ხელს, ახშობს და კვდება. ფული, რომელსაც გონივრულად მართავთ, რეგულარულად გაუშვებთ და უხვად ბრუნავთ, იზრდება ისე, რომ სრულიად ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ ლოგიკას და ტრადიციულ ფინანსურ სიბრძნეს. მიშნა, პირკეი ავოტის მე-5 თავში, მიშნა 10 გვეუბნება, რომ არსებობს 4 ტიპის ადამიანი, როდესაც საქმე ქონებას ეხება. ის, ვინც ამბობს, რომ რაც ჩემია, ჩემია და რაც შენია, შენია, საშუალო ადამიანად ითვლება, არც განსაკუთრებით კარგად და არც ცუდად. მაგრამ ის, ვინც ამბობს, რომ რაც ჩემია, შენია და რაც შენია, შენია, აღწერილია, როგორც ღვთისმოსავი, როგორც ადამიანი, რომელმაც რაღაც ღრმად გაიგო. 717 წესი გასწავლით საშუალოდან ღვთისმოსავზე. ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივზე გადასვლას. არა მტკივნეული მსხვერპლის, არამედ სიბრძნის მეშვეობით. არა ჩამორთმევის გზით, არამედ იმის უფრო ღრმა გაგებით, თუ როგორ მოქმედებს სიუხვე რეალურ სამყაროში. მე პირადად ვაკვირდები, როგორ იყენებენ ოჯახები ჩემს თემში ამ სამ პრინციპს თანმიმდევრულად ათწლეულების განმავლობაში. და შემიძლია სრული დარწმუნებით გითხრათ, რეალურ დაკვირვებაზე დაყრდნობით, რომ ოჯახები, რომლებიც განზრახ ისვენებენ, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ და ათავისუფლებენ იმას, რაც არ მუშაობს და რომლებიც გასცემენ საკუთარ თავზე დახარჯვის წინ, ეს ოჯახები აყვავდებიან. არა მხოლოდ ფინანსურად, თუმცა კი ფინანსურადაც. მათი ურთიერთობები უფრო ძლიერი და ჯანსაღია. მათი ფიზიკური ჯანმრთელობა უკეთესია. მათი შვილები იზრდებიან უსაფრთხოებისა და კეთილშობილების ღრმა გრძნობით, რომელიც შემდეგ თაობაში გადადის და ხდება მათი ნაწილი. სწორედ ამას ნიშნავს თაობათა სიმდიდრე მისი სრული გაგებით. საქმე მხოლოდ იმ ფულს არ ეხება, რომელსაც საბანკო ანგარიშზე ტოვებთ. საქმე იმ სიბრძნეს ეხება, რომელსაც გადასცემთ, პრინციპებს, რომლებსაც ნერგავთ, რესურსებსა და სიუხვეზე აზროვნების წესს, რომელსაც გადასცემთ მათ, ვინც თქვენს შემდეგ მოვა. და ახლა, ამ მომენტში, თქვენ იღებთ სიბრძნეს, რომელმაც მთელი ხალხი გადაიტანა ყველა სახის გაჭირვებაში, რაც მათ სამყარომ შეუქმნა. ეგვიპტეში მონობის გზით. ბაბილონში გადასახლების გზით. მთელ ევროპაში დევნის გზით. ჰოლოკოსტის გზით. ყველა ეკონომიკური დეპრესიისა და კოლაფსის გზით. ამ პრინციპებმა შეინარჩუნა ოჯახები ხელუხლებელი და აყვავებული. თქვენი ამჟამინდელი ბრძოლის სეზონი არ უნდა გაგრძელდეს. ეს სქემა შეიძლება შეიცვალოს დღეიდან. თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში გაჟონვა საბოლოოდ შეიძლება დაიხუროს, მაგრამ ეს მოითხოვს, რომ შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც თქვენს გარშემო ყველა აკეთებს და დაიწყოთ სხვა რიტმის დაცვა. 7-ის რიტმი.
თუ ის, რაც დღეს გაგიზიარეთ, რაღაცას შეეხო თქვენში ღრმად, თუ გრძნობთ ჭეშმარიტების ამ რეზონანსს, მინდა რომ გააკეთოთ ორი კონკრეტული რამ. პირველი, ქვემოთ კომენტარებში დაწერეთ სიტყვები მე ვირჩევ 7-ის რიტმს. როდესაც ამას საჯაროდ ჩაწერთ, როდესაც ამას საკუთარი ხელით აცხადებთ, რაღაც იცვლება თქვენს ცნობიერებაში. ეს ხდება რეალური. ეს ხდება ვალდებულება თქვენსა და თქვენს მომავალ მეს შორის. ეს აღარ არის მხოლოდ საინტერესო იდეა, ეს ხდება გადაწყვეტილება. მეორეც, იფიქრეთ თქვენს ცხოვრებაში ახლა ერთ ადამიანზე, რომელიც ფინანსურად იბრძვის. ვინმე, ვინც წარმოუდგენლად ბევრს შრომობს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ აღწევს წარმატებას, რასაც არ უნდა აკეთებდეს. ადამიანი, რომელიც თავს ჩიხში, იმედგაცრუებულად და დაბნეულად გრძნობს იმის გამო, თუ რატომ არ იძლევა მისი ძალისხმევა შედეგს. გაუზიარეთ ეს სწავლება მათ. გაუგზავნეთ ეს შეთხობინება. შესაძლოა, თქვენ იყოთ ერთადერთი ადამიანი, ვინც მათთვის აბსოლუტურად ყველაფერს ცვლის. ზოგჯერ, ზუსტად საჭირო მომენტში მოცემული ერთი სიბრძნე შეიძლება ადამიანის ცხოვრების მთელი კურსის შეცვლას უწყობდეს ხელს. ზოგჯერ ადამიანს მხოლოდ იმის ცოდნა სჭირდება, რომ არსებობს სხვა გზა, რომელიც რეალურად მუშაობს. არსებობს კურთხევა, რომელსაც ებრაულად ვამბობთ. ბარუქ ათა ადონაი მაგენ აბრაამ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, აბრაამის ფარო. იგივე ღმერთი, რომელმაც დაიცვა აბრაამი, როდესაც მან ყველაფერი ნაცნობი დატოვა, რომელმაც აყვავება გაუწია იაკობს, როდესაც მას მხოლოდ ქვის ბალიში ჰქონდა, რომელმაც რუთი ქვრივი მისი წლების განმავლობაში გაურკვევლობისას, იგივე ღმერთია, რომელიც ახლავე გხედავს შენ სიტუაციაში. მან იცის შენი ბრძოლა. მან იცის შენი ერთგულება. მან იცის, რამდენად შრომობდი. ენდე რიტმს. შეგნებულად დაისვენე. გაუშვი მამაცურად. გაეცი ერთგულად. და უყურე, რას გააკეთებს ის შემდეგ შენს ცხოვრებაში. 777 წესი არ არის ჯადოსნური ფორმულა. ეს არის პარტნიორობა. თქვენ მოაქვთ მორჩილება, დისციპლინა, რწმენა, რომ დაიცვათ ეს პრინციპები მაშინაც კი, როდესაც ისინი ლოგიკური გონებისთვის აზრს მოკლებულია. და ღმერთი მოაქვს კურთხევას, უზრუნველყოფას, შესაძლებლობებს, რომელთა შექმნასაც შენ ვერასდროს შეძლებდი დამოუკიდებლად. ასე გადარჩა და აყვავდა ჩვენი ხალხი ათასწლეულების განმავლობაში. ასე ააშენეს ოჯახებმა სიმდიდრე, რომელიც თაობებს გრძელდება. და ეს შეიძლება იყოს შენი ისტორიაც, ახლავე ამ კვირიდან დაწყებული. ერთადერთი კითხვა ისაა, გექნებათ თუ არა გამბედაობა, იცხოვროთ თქვენს გარშემო მყოფებისგან განსხვავებულად. მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ თავში. შეიძლება იფიქროთ, თეორიულად ეს კარგად ჟღერს, მაგრამ ჩემი სიტუაცია განსხვავებულია. თქვენ არ გესმით, რამდენად რთულია ჩემთვის. ძლივს ვახერხებ ყველაფრის ისე გადატანას, როგორც არის. როგორ შემიძლია კვირაში ერთი დღე დავისვენო, როცა ყველა საათი მჭირდება? როგორ შემიძლია 7 გავცე, როცა საკუთარი თავისთვისაც კი არ მაქვს საკმარისი? მე მესმის ეს წინააღმდეგობა. ნამდვილად მესმის. თქვენს თავში ეს ხმა იგივე ხმაა, რომელმაც თაობების განმავლობაში ერთსა და იმავე ციკლში ჩაკეტა. ეს არის დეფიციტის ხმა და სრულიად ლოგიკურად ჟღერს. ეს საღ აზრს ჰგავს. მაგრამ აი, რა უნდა გაიგოთ დეფიციტის აზროვნების შესახებ. როდესაც მოქმედებთ დეფიციტიდან, შიშიდან, იმის რწმენიდან, რომ საკმარისი არ არის, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სინამდვილეში კიდევ უფრო მეტ დეფიციტს ქმნის. თქვენ თავს გამოფიტვამდე ამუშავებთ, რაც თქვენს განსჯას აბნელებს. ყველაფერს მჭიდროდ ეჭიდებით, რაც ხელს უშლის ახალი შესაძლებლობების თქვენკენ მოსვლას. შეკრული მუშტით მიღება შეუძლებელია. იგივე ხელი, რომელიც უარს ამბობს გაცემაზე, ასევე ვერ იღებს. ეს მხოლოდ სულიერი ბანალურობა არ არის. ეს დაკვირვებადი რეალობაა. იფიქრეთ წყალზე. თუ გაქვთ წყლის აუზი შესასვლელისა და გამოსასვლელის გარეშე, რა ხდება? ის ჩერდება. ის გოღოებს ამრავლებს. ის ტოქსიკური ხდება. მაგრამ წყალი, რომელიც შემოდის და გამოდის, სუფთა რჩება, სიცოცხლის მომცემი. თქვენი ფინანსები ზუსტად იგივენაირად მუშაობს. 777 წესი ქმნის ნაკადს. დანარჩენი ქმნის სივრცეს სიბრძნისა და სიცხადისთვის. განთავისუფლება ქმნის სივრცეს ახალი და უკეთესი შესაძლებლობებისთვის. გაცემა ქმნის სივრცეს კურთხევისა და უზრუნველყოფის შემოდინებისთვის. როდესაც სამივეს ერთად ასრულებთ, თქვენ არა მხოლოდ ფულს განსხვავებულად მართავთ. თქვენ თავს აღყვებით სამყაროში სიუხვის მოძრაობის ფუნდამენტურ რიტმს.
მოდით, მოგიყვეთ კიდევ ერთი ადამიანის შესახებ, რომელსაც მაიკლს დავარქმევ. მაიკლი მშენებელი იყო, კარგად ფლობდა ხელებს, საიმედო იყო, დროულად მოდიოდა. მაგრამ ის კვირაში 6, ზოგჯერ 7 დღე მუშაობდა წლების განმავლობაში. მან თავი დაარწმუნა, რომ დასვენების დღე არ შეეძლო. ყოველ კვირას, როდესაც მისი მეგობრები ისვენებდნენ, ის სადღაც სამუშაო ადგილზე იყო და დამატებით ფულს შოულობდა. ფიქრობდა, რომ წინ მიიწევდა. მაგრამ რა ხდებოდა სინამდვილეში? მაიკლი იმდენად დაღლილი იყო, რომ პატარ-პატარა შეცდომებს უშვებდა. არაფერი კატასტროფული, გარდა ჭრილობისა, დალურჯებული ხელისა, ზომების შეცვლისა. ის გაღიზიანებული იყო თავისი გუნდით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხალხს არ სურდა მასთან მუშაობა უკეთ ანაზღაურებად სამუშაოებზე. ის ძალიან დაღლილი იყო იმისთვის, რომ შეემჩნია, როდის სჭირდებოდა მის ხელსაწყოებს მოვლა. ამიტომ ისინი უფრო ხშირად ფუჭდებოდა და მათი შეცვლა უფრო ძვირი ღირდა. ის მუდმივად ხარჯავდა ფულს სწრაფიკვებისა და ენერგეტიკული სასმელების შეძენაზე, რადგან ძალიან დაღლილი იყო რაიმეს დაგეგმვისა და მომზადებისთვის. როდესაც ყველაფერს შევკრებთ, მაიკლი რეალურად კარგავდა ფულს კვირაში 7 დღის მუშაობით. დამატებითი შემოსავლის დღე ვერ აანაზღაურებდა ყველა არაეფექტურობას, შეცდომებს, ჯანმრთელობის პრობლემებს და დაკარგული შესაძლებლობებს, რაც არასდროს დასვენებისგან მოდიოდა. მისი ეკიპაჟის ერთ-ერთმა ხანდაზმულმა კაცმა, რომელიც 40 წელი მშენებლობაში მუშაობდა და ტრადიციული ებრაული ოჯახიდან იყო, საბოლოოდ ერთ დღეს მაიკლი გვერდზე გაიყვანა. მან უთხრა, ახალგაზრდავ მონასავით მუშაობ. ეგვიპტეში მონებსაც კი აქვთ შაბათი. გონია, რომ რაღაცას აშენებ, მაგრამ თავს ანადგურებ. რამე სცადე ჩემთვის. გვირაობით ერთი თვით დაისვენე. სრულიად თავისუფალი. სამსახურზე არც კი იფიქრო. ნახე, რა მოხდება. მაიკლი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ პატივს სცემდა ამ კაცს, ამიტომ დათანხმდა სცადა. პირველი კვირა მისთვის არასწორად ეჩვენებოდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა, შფოთავდა. გამუდმებით ფიქრობდა იმ ფულზე, რომელსაც ვერ შოულობდა. მაგრამ თავს აიძულებდა დაესვენა. დაჯდა და თვეების შემდეგ პირველად გადახედა თავის ფინანსებს. მიხვდა, რომ 3 გამოწერა ჰქონდა, რომელიც დაავიწყდა და თვეში $60 ხარჯავდა. შენიშნა, რომ ყოველდღე სადილს $15 ყიდულობდა, მაშინ როცა $3 რაღაცის ჩალაგება შეეძლო. ეს ისეთი რაღაცეები იყო, რაც ძალიან დაკავებული და დაღლილი იყო იმისთვის, რომ ენახა. მეორე კვირა დღისთვის მან თავი სხვანაირად იგრძნო. მისი გონება უფრო ნათელი გახდა. მეოთხე კვირა დღისთვის მან გეგმა შეადგინა. ის სპეციალიზდებოდა დურგლობაში, რაც უკეთ ანაზღაურდებოდა და ნაკლებად ფიზიკურად მომთხოვნი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი შრომა, რომელსაც აკეთებდა. ის კვირაში 5 დღე იმუშავებდა ამ სპეციალური ტარიფით, 7 დღის ნაცვლად ზოგადი შრომის ტარიფით. 6 თვის განმავლობაში მაიკლი 5 დღეში მეტ ფულს შოულობდა, ვიდრე 7 დღის განმავლობაში. მისი სხეული უკეთესად გრძნობდა თავს. მისი ქორწინება გაუმჯობესდა, რადგან ის რეალურად იმყოფებოდა ცოლთან ერთად. მას ენერგია ჰქონდა, რომ პატარა დამატებითი პროექტი შეესრულებინა. ავეჯის დამზადება, რომელიც საბოლოოდ მეორე შემოსავლის წყაროდ იქცა. ეს ყველაფერი პირველი 7 დღის პატივისცემით მოდიოდა. დასვენებისა და ფიქრისთვის წმინდა სივრცის შექმნით. ახლა მეორე 7 განთავისუფლების პრინციპი, ეს შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის კიდევ უფრო რთული იყოს. ჩვენ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელიც ყველაფერს გვეუბნება, რომ ყველაფერი უნდა დავიცვათ. შეინარჩუნეთ თქვენი ვარიანტები ღია. ნუ დაცვავთ ხიდებს. შეინარჩუნეთ ყველა კავშირი. იყავით ყურადღებიანი ყველაფრის მიმართ, ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ ეს უზარმაზარ ბარიერს ქმნის თქვენს ცხოვრებაში. თქვენს მიერ აღებული ყველა ვალდებულება, თუნდაც პატარა, იკავებს გონებრივ სივრცეს. თქვენი ტვინი აკონტროლებს მას, მართავს მას, იმახსოვრებს მას. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგები კოგნიტურ დატვირთვას უწოდებენ. როდესაც თქვენი კოგნიტური დატვირთვა ძალიან მაღალია, თქვენი უნარი მიიღოთ კარგი გადაწყვეტილებები მკვეთრად ეცემა. თქვენ რეაქტიული ხდებით სტრატეგიულის ნაცვლად. თქვენ გამოტოვებთ რაღაცეებს. თქვენ ივიწყებთ რაღაცეებს. თავს გადატვირთულად გრძნობთ, თუმცა ზუსტად არ იცით რატომ. შემიტას პრინციპი გაიძულებთ გასხლას. ბუნებაში გამოცდილი მებაღე ხეს სხლავს არა იმისთვის, რომ დააზიანოს, არამედ იმისთვის, რომ დაეხმაროს მის გაძლიერებაში. თქვენ ჭრით მკვდარ ტოტებს, დაავადებულ ნაწილებს, ზრდას, რომელიც ენერგიას ხარჯავს, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა. და რა ხდება? ხე არ სუსტდება.
ის ძლიერდება. მთელი ენერგია, რომელიც მკვდარ ხეზე იხარჯებოდა, ახლა ჯანმრთელ ტოტებზე მიდის. ისინი უფრო მეტ ნაყოფს იძლევიან, ვიდრე ოდესმე. თქვენს ფინანსურ ცხოვრებას ყოველ 7 ციკლში იგივე დაუნდობელი გასხლა სჭირდება. ახლავე შეხედეთ თქვენს გასული თვის საბანკო ამონაწერს. რამდენი ჩამოჯრის შემთხვევა ხედავთ, რომლის ავტორიზაციაც კი არ გახსოვთ? რამდენი სერვისის გამოწერა გამოიყენეთ ერთხელ და დაგავიწყდათ? რამდენი სპორტდარბაზის წევრობა არ დადიხართ, სტრიმინგ სერვისები, რომლებსაც არ უყურებთ, აპლიკაციები გადმოწერეთ და არასდროს გახსენით? ერთხელ ამ სავარჯიშოს შესრულებაში დავეხმარეთ ჩემს მეგობარს. 6 თვის განმავლობაში ერთად გადავხედეთ მის საბანკო ამონაწერებს. აღმოვაჩინეთ, რომ ის თვეში $300-ზე მეტს ხარჯავდა გამოწერებსა და წევრობებზე, რომლებიც სრულიად დავიწყებული ჰქონდა. $300 თვეში წელიწადში $26,000-ია. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს $36,000-ია, იმის გამოკლებით, თუ რამდენის გამომუშავება შეიძლებოდა ამ ფულის ინვესტიციის შემთხვევაში. ეს იმ გონებრივ ენერგიასაც კი არ ითვლის, რომელსაც ის არაცნობიერად ხარჯავდა იმ ყველაფრის თვალყურის დევნებაზე, რასაც არ იყენებდა. როდესაც მან გააუქმა ყველაფერი, რასაც აქტიურად არ აფასებდა, მითხრა, რომ ფიზიკურად უფრო მსუბუქად გრძნობდა თავს. თითქოს მძიმე ჩანთას ატარებდა და ბოლოს დადო. მაგრამ განთავისუფლების პრინციპი უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ გამოწერები. ის მოიცავს ურთიერთობებს, რომლებიც გცლის. ბიზნეს პარტნიორობა, რომელიც 5 წლის წინ ლოგიკური იყო, მაგრამ ახლა არ გემსახურებათ. ვალდებულებები, რომლებიც დანაშაულის გრძნობის ან შიშის გამო აიღეთ და რომლებსაც მას შემდეგ ატარებთ. შემიტას წელიწადი რადიკალური იყო ძველ ისრაელში. მან სიტყვასიტყვით წაშალა ფურცლიდან ყველაფერი. ვალები პატიებულია. მონები გათავისუფლებულია. მიწა დაუბრუნდება პირვანდელ მფლობელებს. ყველაფერი გადატვირთულია. რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ვალდებულებების დაგროვება ქმნის უსამართლო საზოგადოებას, სადაც ზოგიერთი ადამიანი სამუდამოდ ჩერდება და ვერასდროს აღდგება. იგივე ხდება თქვენს პირად ფინანსებშიც. თუ არაფერს გაათავისუფლებთ, თქვენ დაიმალებით ყველა მიღებული გადაწყვეტილების დაგროვილი წონის ქვეშ. ვერ წახვალთ წინ, ვერ ადაპტირდებით, ვერ გაიზრდებით. ასე რომ, თქვენი გამოწვევა მეორე 7-ისთვის. გამოყავით 2 საათი ამ კვირაში. გადახედეთ ყველა განმეორებად ხარჯს, რაც გაქვთ. ყველა ვალი, ყველა გამოწერა, ყველა წევრობა, ყველა ვალდებულება. და გულწრფელად გკითხეთ საკუთარ თავს, ემსახურება თუ არა ეს ჩემს ცხოვრებას ახლა? არ მემსახურებოდა თუ არა, როდესაც დარეგისტრირდი? მემსახურება თუ არა ახლა? თუ პასუხი უარყოფითია, დაიწყეთ მისი გათავისუფლების პროცესი. გააუქმეთ, გაყიდეთ, დაასრულეთ, დახურეთ. გპირდებით, რომ ამისგან მიღებული თავისუფლების განცდა იმაზე მეტი ღირს, ვიდრე ის, რაზეც ფიქრობთ, რომ შეიძლება უარი თქვათ. ხოლო გონებრივი სიცხადე, რომელიც მოჰყვება, უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანთ, რაც გაცილებით მეტ ფულს მოგიტანთ, ვიდრე უმნიშვნელო ნივთებზე ხარჯავთ. ახლა კი მესამე შვიდეულს, გაცემის პრინციპს მივადექით. სწორედ აქ ხდება ადამიანების წინააღმდეგობა ყველაზე ძლიერი. თითქმის მესმის, რას ფიქრობთ. მე არ შემიძლია 7 ის გაცემა. ზედმეტი ფული არ მაქვს. შეიძლება, როცა ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნები, მაშინ გავცემ. მაგრამ ეს სრულიად საპირისპიროა. ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, თუ როგორ მუშაობს ეს. ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, მე გავცემ, როცა მეტი მექნება, არასდროს აქვთ მეტი. რადგან გაცემა არ არის ის, რასაც აყვავების შემდეგ აკეთებ. გაცემა არის ის, თუ როგორ აყვავდები. მოდით, აგიხსნათ მექანიზმი, რადგან ეს არ არის მაგია და ის არც კი არის უპირველეს ყოვლისა სულიერი. თუმცა არსებობს სულიერი განზომილება. როდესაც ჯერ გასცემთ, სანამ გადასახადებს გადაიხდით, თქვენ რაღაც ღრმას აკეთებთ თქვენივე ფსიქოლოგიისთვის. თქვენ უმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ შიში არ გაკონტროლებთ. თქვენ აჩვენებთ, რომ ენდობით იმ უზრუნველყოფას, რასაც ახლა ხედავთ. ეს ფუნდამენტურად ცვლის თქვენს გარეგნობას სამყაროში. ადამიანები, რომლებიც სიუხვით ცხოვრობენ, მაშინაც კი, თუ ბევრი არ აქვთ, განსხვავებულად იქცევიან. ისინი განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი სხვადასხვა შესაძლებლობებს ხედავენ. ისინი სხვადასხვა ურთიერთობებს იზიდავენ. ეს არ არის სასურველი აზროვნება. ეს დაკვირვებადია. როდესაც გჯერათ, რომ საკმარისი არ არის, სასოწარკვეთილებით მოქმედებთ.
სასოწარკვეთილი ადამიანები ცუდ გარიგებებს დებენ. ისინი ნაკლებს იღებენ, ვიდრე ღირს. ისინი ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს, რადგან იმდენად არიან ორიენტირებულნი უშუალო გადარჩენაზე, რომ წინ სამი ნაბიჯის დანახვას ვერ ახერხებენ. მაგრამ როდესაც გაცემის დისციპლინის მეშვეობით საკუთარ თავს უმტკიცებ, რომ საკმარისია, რომ შეგიძლია გასცე და მაინც გქონდეს ის, რაც გჭირდება, სრულიად სხვა პოზიციიდან იწყებ მოქმედებას. უკეთესად აწარმოებ მოლაპარაკებებს. უარყოფ შეთავაზებებს, რომლებიც არ გემსახურება. შენში ინვესტირებას აკეთებ. გათვლილ რისკებს იღებთ. და ეს ქცევები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად უკეთეს ფინანსურ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამას ასევე აქვს საზოგადოებრივი განზომილება, რომელსაც ხალხი უგულებელყოფს. როდესაც მუდმივად გასცემთ თქვენს საზოგადოებას, იმ საქმეებს, რომლებსაც გჯერათ, გაჭირვებულ ადამიანებს, თქვენ აშენებთ სოციალურ კაპიტალს. თქვენ ქმნით კეთილგანწყობას. თქვენ ამკვიდრებთ თავს, როგორც ადამიანს, რომელიც წვლილს შეაქვს, ვისაც შეიძლება დაყრდნობა. და საზოგადოებები ზრუნავენ ასეთ ადამიანებზე. როდესაც დახმარება გჭირდება და ყველას სჭირდება ხანდახან, საზოგადოება, რომელშიც ინვესტიცია ჩადე, შენში დაგიბრუნებს ინვესტიციას. ეს უამრავჯერ მინახავს. კაცი კარგავს სამსახურს. მაგრამ იმის გამო, რომ ის სხვების მიმართ გულუხვი იყო, ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ მას შესაძლებლობები დააკავშიროს. ქალი კრიზისის წინაშე დგას. მაგრამ იმის გამო, რომ მან მხარი დაუჭირა თავის საზოგადოებას, საზოგადოება მის გვერდით დგას. ეს არ არის ტრანზაქციული. შენ არ გასცემ იმისთვის, რომ მიიღო. მაგრამ არსებობს ბუნებრივი ორმხრივი ურთიერთობა საზოგადოების ფუნქციონირებაში. ადამიანი, რომელიც მხოლოდ იღებდა და არასდროს გასცემდა, მარტო აღმოჩნდება, როდესაც პრობლემები იწყება. ადამიანი, რომელიც მუდმივად გასცემდა, აღმოაჩენს, რომ გარშემორტყმულია მხარდაჭერით. თალმუდში ამის შესახებ ფრაზაა. ის ამბობს: კოლ ისრაელ არევი მზეჰ ბაზეჰ. მთელი ისრაელი პასუხისმგებელია ერთმანეთზე. როდესაც გასცემ, შენ ერთვები ურთიერთპასუხისმგებლობის ქსელში, რომელიც ყველასთვის, მათ შორის თქვენთვისაც უსაფრთხოების ბადე ხდება. მაგრამ ფსიქოლოგიური და სოციალური მიღმა, მე მჯერა, რომ არსებობს რაღაც ნამდვილად სულიერი, რაც ხდება, როდესაც გასცემ. ძალიან ბევრჯერ მინახავს ეს იმისთვის, რომ უგულებელყო. ფული მოულოდნელი წყაროებიდან ჩნდება. ჩნდება შესაძლებლობები, რომელთა წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელი იყო. პრობლემები თავისით წყდება ლოგიკურად უაზრო გზებით. უწოდეთ მას ღმერთი, უწოდეთ მას სამყარო, უწოდეთ მას კარმა, უწოდეთ მას როგორც თქვენს მსოფლმხედველობას შეესაბამება. მაგრამ არსებობს ძალა, რომელიც რეაგირებს კეთილშობილებაზე. ყოველთვის არა მაშინვე. ყოველთვის არა ისე, როგორც თქვენ მოელით. მაგრამ თანმიმდევრულად დროთა განმავლობაში ადამიანები, რომლებიც გასცემენ, იღებენ. არა იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ მიიღონ. არამედ იმიტომ, რომ ასე მუშაობს სისტემა. ასე რომ დაიწყეთ 7 იით. მოაშორეთ ის ყველაფერს, რასაც იღებთ. გაეცით, სანამ სხვა რამეს გადაიხდით. და თუ 7 ი ახლა აბსოლუტურად შეუძლებლად გეჩვენებათ. თუ ისეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხართ, რომ ესეც კი მიუწვდომელი გეჩვენებათ, მაშინ დაიწყეთ 1 იით. დაიწყეთ იმით, რითაც შეგიძლიათ დაიწყოთ. რაოდენობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრინციპს. პრინციპი პირველ რიგში გაცემაა. საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ ენდობით უზრუნველყოფას. თქვენს გონებაზე არსებული დეფიციტის მარწუხების გატეხვა. შეგიძლიათ პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა მოგვიანებით. მაგრამ ახლავე გამოიმუშავეთ ჩვევა. მოდით, ეს წრე დავასრულო. 777 წესი სისტემასავით მუშაობს. თითოეული 7 მხარს უჭერს მეორეს. როდესაც ისვენებთ, სიცხადეს იძენთ. ეს სიცხადე გეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა უნდა გათავისუფლდეთ. როდესაც გათავისუფლდებით იმისგან, რაც არ მუშაობს, რესურსებს ათავისუფლებთ. ეს რესურსები გაცემას აადვილებს. როდესაც გასცემთ, ნდობას ამყარებთ უზრუნველყოფის მიმართ. ეს ნდობა საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და არა გამალებით იმუშაოთ. ხედავთ, როგორ უჭერენ მხარს ისინი ერთმანეთს? ეს არ არის სამი ცალკეული იდეა. ეს არის ერთი ინტეგრირებული მიდგომა იმის შესახებ, თუ როგორ მართავთ რესურსებს, დროს, ენერგიას და ფულს. და აი, რა შევნიშნე წლების განმავლობაში ადამიანების მიერ ამის გამოყენების ყურების შემდეგ. ოჯახები, რომლებიც სამივეს მუდმივად იყენებენ, არა მხოლოდ მეტი ფული აქვთ.
თუმცა, როგორც წესი აქვთ, მათ სიმშვიდე აქვთ. უკეთ სწინავთ. მათი ურთიერთობები უფრო ჯანსაღია. მათი შვილები თავს დაცულად გრძნობენ. ისინი მუდმივად არ არიან სტრესულები და არ ღელავენ ფინანსებზე. და ეს სიმშვიდე უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერი თანხა საბანკო ანგარიშზე. რადგან რა სარგებელი მოაქვს სიმდიდრეს, თუ ძალიან ღელავთ მისით ტკბობაზე? რა სარგებელი მოაქვს ფულს, თუ თქვენი ჯანმრთელობა და ურთიერთობები გაანადგურეთ მისი მოპოვებით? 777 წესი ორივეს გაძლევთ. ფინანსურ კეთილდღეობას და სიმშვიდეს. არა მყისიერად. ეს არ არის ლატარიის ბილეთი. არამედ თანმიმდევრულად დროთა განმავლობაში, თუ რიტმის ერთგული დარჩებით. მინდა დავასრულო ერთი ბოლო ფიქრით. რიცხვი 7 არაერთხელ ჩნდება თორასა და ებრაულ ტრადიციაში. შექმნის 7 დღე. შემიტას ციკლის 7 წელი. 7-ჯერ 7 წელი, რომელიც იუბილესკენ მიდის. 70 უხუცესი. მენორა 7 ტოტით. რატომ 7? იმიტომ, რომ 7 წარმოადგენს დასრულებას, მთლიანობას, სრულყოფილებას. როდესაც თქვენს ფინანსურ ცხოვრებას 7-ის რიტმს უთანაბრებთ, თქვენ თავად შექმნის რიტმს უთანაბრდებით. თქვენ სამყაროს მარცვლებთან მუშაობთ და არა მის წინააღმდეგ. და როდესაც მარცვლებთან მუშაობთ, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. მარტივი არ არის, მაგრამ უფრო ადვილია. ერთი და იგივე ძალისხმევა უკეთეს შედეგებს იძლევა. იგივე შრომა მეტ ნაყოფს იძლევა. ამიტომ გთხოვთ ენდოთ ამ სიბრძნეს, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ატარებდა ხალხს. სცადეთ. მიეცით მას 7 თვის განმავლობაში. ეს ერთი სრული ციკლია. დაისვენეთ კვირაში 1 დღე. გააკეთეთ ფინანსური გათავისუფლება, გაასუფთავეთ ის, რაც არ გემსახურებათ. გაიღეთ 7 ყველაფრისგან, რასაც იღებთ. გააკეთეთ ეს 3 რამ თანმიმდევრულად 7 თვის განმავლობაში და შემდეგ შეაფასეთ. შეხედეთ სად იყავით დასაწყისში და სად ხართ ბოლოს. დარწმუნებული ვარ, დაინახავთ განსხვავებას, რომლის ახსნაც ჩვეულებრივი საშუალებებით შეუძლებელია. და როდესაც ამას გააკეთებთ, მიხვდებით იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ სიმდიდრე მხოლოდ შრომაში არ არის. საქმე გონივრულად მუშაობაშია. საქმე ეხება რიტმში ცხოვრებას ისეთი პრინციპებით, რომლებიც შენზე დიდია. კომენტარებში დაწერეთ. მე 7-ის რიტმს ვირჩევ. გააკეთეთ ეს განცხადება. და შემდეგ დაიწყეთ. არა ხვალ. არა შემდეგ კვირას. არა მაშინ, როდესაც პირობები იდეალურია. დაიწყეთ დღეს. აირჩიეთ თქვენი დასვენების დღე. შეადგინეთ თქვენი განთავისუფლების სია. გაიღეთ თქვენი პირველი 7 და უყურეთ, რა მოხდება, როდესაც შეწყვეთ ყველას მსგავსად ცხოვრებას და დაიწყებთ ცხოვრებას უძველესი სიბრძნის მიხედვით, რომელიც რეალურად მუშაობს. კურთხეული იყოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. თქვენმა ხელებმა კეთილდღეობა იპოვონ და თქვენმა გულმა სიმშვიდე. და ღმერთმა, რომელმაც ყველა განსაცდელში დაუჭირა მხარი ჩვენს ხალხს, დაგეხმაროთ ამ გზაზე სიარულში.